მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაჟია. სალამ ვიდეო დაიწყება. მინდა გითხრათ, რომ მანქანა გათამაშდა და აი ამ კაცმა მოიგო ჩვენმა გამომწერმა სწორი პასუხი ყველას დაასწარით და ეს ბურაჯოს ფერარი კარლოს საინსის გეკუთვნით თქვენ. პირველი მოდელია კოლექციაში. დიახ, პირველი მოდელია. მაშინ წარმატებებს გისურვებ და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ ხობში. დიდი მადლობა, გაიხარეთ. რომ ძალიან მოწამლა იცის ამ ხობმა რა. კი, დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ხშირად ვაქცევ ყურადღებას თქვენი მებს. ძალიან დიდი მადლობა. ვიდეოებს და პასუხი ვიცოდი, გავეცი უცებ. თან ჩქარობდი ისე რომ მეთქი წვება არ დამასრონ რა. რა თქმა უნდა, ბევრი მაინც დასწრებაზე იყო რა. დასწრებაზე იყო და მომისწრია პირველი. ვერ გასცეს პასუხი წინა კითხოს, მაგრამ მე ცოტა გავამარტივեցავით. ნუ, კარგია. კარგი გადაცემაა და მოხარული ვარ, რომ ეგეთ რაღაცებს იწერთ და ხალხს 10000 გამომწერზე. გაჩვენეთ მოდელს, რომელიც საქართველოში არავის არ აქვს და ერთი რვა მასშტაბში. და გათამაშებები კიდე იქნება, ეს პირველი იყო, კიდე იქნება და წარმატებები და. დიდი მადლობა და თქვენ წარმატებები. ომაგარი. მინდა. მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ Lamborghini Testo Elementos. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ჩვენ გამომწერს გიორგი ჭომბურიძეს იმისთვის, რომ ეს მანქანა საჩუქრად გადმოგვცა განხილვისთვის. Lamborghini ძალიან დიდი ხანი აღარ გაგვიხილია. Diablos მერე ხო? Diablos და Murcielagos მერე Lamborghini აღარ ყოფილა. იმათო. და კიდევ ერთი ჩავწეროთ. მოგესალმებით. გუჯა როგორც იტყოდა ხოლმე რა, არხი გამოიწერეთ. და ლაიქეთ გააზიარეთ და ასე შემდეგ. კომენტარები არ დაგავიწყდეთ. ხო, კომენტარები გვაინტერესებს. ხო, კომენტარებს აუცილებლად ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ. ყველა კომენტარი. აბსოლუტურად ყველა კომენტარს ვკითხულობთ და შეძლებს და გვარად ვცდილობთ, რომ ყველა თქვენი მოთხოვნა გავიტოვოთ. სანამ განხილვას დავიწყებთ, თქვენ უკვე ნახეთ წინა ფორმულა 1-ის მანქანის გამარჯვებული, მაგითი დაიწყო ვიდეო. კი ბატონო, რომ გათამაშდა და ეხლა რატო დევს ის მანქანა აქ? ხო. წინასწარ ვაანონსებთ ამთვის ბოლო პარასკევს. გათამაშდება ეს მანქანა და წესებს გათამაშების ვიდეოში გეტყვით. კი ბატონო. ხო, ერთადერთი წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუის ჰამილტონის ბოლიდი არის. შვიდგზის ჩემპიონის ბოლიდს ვათამაშებთ. კი ბატონო. ისევ და ისევ ჩვენი პირადი კოლექციიდან. კი ბატონო. ხო, ეხლა შეგვიძლია ეს გადავდოთ. ხო, ეგ ამათან არაფერს შუაში არ არის. ხო. ანონსის ამბავში. ხო. ხო, ვისაც კითხვა გაგიჩნდათ, რომ რა შუაშია BMW, Lamborghini და ეს Mustang. და Mustang. ნამდვილმა ფანებმა, Need for Speed-ის ნამდვილმა ფანებმა, ვისაც ნათამაშები აქვს Most Wanted-ი და ვისაც Need for Speed-ის ფილმი ნანახი, ძალიან კარგად იზიან ეს მანქანები რა კავშირშია. ხო. ის მანქანა რო არა, ესენი ვერ იქნებოდა ეხლა აქ. ესენი ვერ იქნებოდა და ფილმი ვერ იქნებოდა. ხო, ფილმი ვერ შეიქმნება. იმ ფილმში ვერც ეს მანქანა ვერ მიიღებდა მონაწილეობას. და ვერც Lamborghini. და ვერც ეს მანქანა. კი ბატონო, აი ამის დამსახურებაა ყველაფერი. ხო, ვისაც ნანახი არ გაქვთ M3 GT-R-ის ვიდეო 46 შეგიძლიათ ვიდეოს უყუროთ. იმიტომ რომ ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა და ვისაც გაინტერესებთ ამ Mustang-ის ისტორია, როგორ შექმნეს, როგორ შეუკვეთეს Ford და როგორ შექმნეს ფილმისთვის, ესე შეგიძლიათ ნახოთ და მე უყუროთ ფილმს ამ პირიქით. და სხვათა შორის ეს Mustang-ი კონკრეტულად მაგ ფილმისთვის არის შექმნილი. კი. ცალკე აწყეს ფილმისთვის. ხო, და თვითონ ქარხანა. თუ გაინტერესებთ როგორ და რანაირად ამ მანქანის ვიდეო გვიდევს. ხო, რაც შეეხება მე-6 ელემენტს. Sesto elemento. ხო, sesto elementos. მე-6 ელემენტია იტალიური. ზუსტად ესეთი ფერის უნდა იყოს. აუცილებლად.
და სხვათა შორის რო იცოდე, სულ 20 წელია გამოსული. 20 რო იყო არ ვიცოდი, მაგრამ ლიმიტირებულად რო იყო. ლიმიტირებულად, როგორ არის იცი? მოდი მოკლე ისტორიას მოვყვები. ხო, სანამ ისტორიას დაიწყებ, ეხლა რატო დგას? ეს არის ალტაიას წარმოების მოდელი და რატო დგას ესეც სადგამზე. ჩვენმა გამომწერმა ეს სადგამი გააკეთა თავისი ხელით. კი ბატონო. ხო მართლა, დიდი მადლობა გიორგის. კი, ესეთი უნიკალური. ხო, ესეთი უნიკალური საჩუქრის. ძალიან, ანუ სადგამი მაქვს ამისი ქარგმული ალტაიას, მაგრამ იმდენად ლამაზია ამ სადგამზე, რომ გადავწყვიტე, რომ ესე იყოს. ხო, ამ სადგამზე დავტოვეთ. ლამაზად არის გაკეთებული რა და მით უმეტეს საკმაოდ შრომა არის ჩადებული ამ სადგამის დამზადებაში. და თან აი უხდება რა მაგრამ ავტომობილი თვითონ ამ სადგამს. იმას ავითარი. შოუქარი. აი ესე უნდა იყოს. ესე არის სწორედ. შოუქარივითა. ხო. იმებში მუზეუმებში დგას ხოლმე სტენდებზე. ეხლა დავიწყოთ. რა შეეხება? რა უნდა ლამბორჯინის რო ეთქვა. როგორ არის იცი? ლამბორჯინის ისტორიაში ტოპ უნიკალური მანქანები და უიშვიათესი მანქანები. კრიზისის დროს იციან ხოლმე ეგეთი რაღაცები. რომელიც აი თან შესული არის ტოპ 5-ში. ერთ-ერთი არის ეს მანქანა. ნუ პირველ ადგილზე არის ტერზა მილენიო. ხო. 3000 წელი ქვია მაგას იტალიურად. ტერზო მილენიო. იტალიურად ეგრე არის. ხო. მეორეზე არის ეგოისტა. ერთი კაცი ჯდება და მაგიტომ ქვია ეგოისტა, კი ბატონო. მესამეზე არის რევენტონი. გვინდა მანქანის ჩაწერა ძალიან. კი. მეოთხეზე არის უკვე ეს მანქანა. და მეხუთე რომელია? და მეხუთეზე ავედადორ? არა, ვენენო. ხო. მოკლედ, რაც შეეხება კონკრეტულად ამ მანქანას 2010 წელს წარადგინეს ჟენევის ავტოსალონში. ანუ როცა ბოლო გალარდო გამოუშვეს. ხო. ჩემი საყვარელი მოდელი. თან რა ინოვაციები შეიტანეს კონკრეტულად ამ მანქანაში. მანქანა სრულიად არის კარბონის. მაშინ კარბონი იშვიათი თემაა. ხო, შენ წარმოიდგინე რომ დისკებიც კარბონის აქვს, კუზავოც კარბონის აქვს, კოკპიტიც კარბონის არის. კოკპიტი არის ისა კაფსულა. ხო, კაფსულა, რაში ძის ისა ძღოლი. ხო, დაჟე ისა, რა ქვია, აპორნი დისკები კარბონ კერამიკული უყენია. სამოხურჭე დისკი. ხო, სამოხურჭე დისკები, კი ბატონო. კარბონ კერამიკული უყენია. რატომ გავს რომ მაგმან სავალი ნაწილებიც კი, ზოგიერთი ნაწილები კარბონისგან არის დამზადებული. წონას რაც შეეხება, არის 999 კილოგრამი. 1000 არ არის? არა. უყენია ვიათი ძრავი. გალარდოს ძრავი უყენია. კი ბატონო. ოღონდ გაძლიერებული რა. ხო, იმიტომ რომ გალარდოს ძრავები ბევრ მანქანებში. ხო, და შესაბამისად, ხო, რახან ესეთი მსუბუქი არის და ძლიერი ძრავი უყენია, სასწაული აჩქარება აქვს 2.90 წამში, 0-დან 100-მდე. დევს. ხო, და მაქსიმალური სიჩქარე აქვს 350 კმ/სთ. ხო. თან მაგარი მონაცემებია. სულ არის 20 წელი გამოსული მსოფლიოში მეტი არ არსებობს. კი. და ფასი. სავარაუდოდ 3 მილიონი ალბათ. 1.800.000 ევრო. მეტი არა. კი ბატონო. მე უფრო მეტი მეგონა, იმიტომ რომ რაღაც იმ დროინდელ ფასს გეუბნები 15 წლის წინამდე. არა, ეხა მეტი იქნება ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ სულ 20 წელი. გინდა ეხა ერთი კაი კითხვა დავსვა. აბა. ამის კონკურენტი ფერარი ყავს ფერარებში. ჩვენ არა, ზოგადად ფერარებში არის ამის კონკურენტი. მე მგონი არა. რატო? იმას რა ჰურაკანს ყავს კონკურენტი ფერარი. ყავს ამას. ეს არის წარმოიდგინე რომ გარდამავალია გალარდოსა და ჰურაკანის შორის. ამის მერე გამოვიდა უკვე ჰურაკანი.
ხო და ამის ძრავი გალარდოში ხო ამაში ხო გალარდოს ძრავი? კი. გალარდოს ძრავი დევს კიდე Audi R8-ში, რომელიც ჩვენ გადაღებული ყავს. R8 GT მაისტოს მოდელი არის ის მოდელი, მაგრამ ძალიან მაგარი მოდელია. კი ბატონო. ესეც მაისტოა სხვათა შორის. კი, ესეც მაისტო არის. ესო? ეგ DCM-ი არის. ეგ ამათთან ვერ ესენი ამათთან ვერ ეს ცალკე. ნუ ეს ძალიან რაღაცა არის. ეს არის პრემიუმ კლასი. ეს ხო კოსმოსია რა. ხო, ნუ უბრალოდ ეს მანქანა რო არ გამოგვეწონა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ამითი ვამაყობთ. იმდენად მაგარი მანქანა. ვინც არიცი და ის ვიდეო ნანახი არ გაქვს და ამ ვიდეოს პირველად უყურებთ. სულ 999 ცალია. კი, ლიმიტირებული. 492 არის ეს და საქართველოში სულ არის 2 ცალი. კი ბატონო. და ერთ-ერთი ჩვენ გვაქვს. რომელიც არასდროს არ გაიყიდება. კი. და 10000 გამომწერზე კიდე ამ სამივე მანქანაზე მაგარ მანქანას გაჩვენეთ. ხო. და იმას რო ჯობია იმ მანქანა. ერთი რვა მასშტაბში. მოკლედ ესეთი მოკლე ისტორია მოვყევით. ანახე თან მასშტაბები დავაჭახეთ. ხო. თან სამი სხვადასხვა მასშტაბი არის. ეს არის 1.53, ეს არის 1.24, ეს არის 1.18. სამი სხვადასხვა მასშტაბი და ნუ ლაპარაკობთ 1.8-ზე. ხო და სამივე მაგარია. ხო. მოკლედ რა ვიცი, იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. რავი და რა მინდა რომ თქვა რა ბოლოს. აი რო ვჩუქნიან ხოლმე საჩუქარს. თუ აკვირდები, ყოველთვის ისეთ საჩუქარს აგზავნიან, რომ ჩვენ თემას ისტორია და ავტომობილი ემთხვევა. კი. ანუ ისე არ არის, რომ რაღაცა მანქანა იყოს, ცუდ სიტყვას გამოვიყენე და პროსტა ზერო იყოს რა. ხო. სულ რაღაცა ისეთი არის, მნიშვნელოვანი. ხო, ნუ აი ყურადღებას აქცევენ რა. აი ეგ მომწონს ძალიან. ხო, რომ ისეთ მართლა ისეთ საჩუქრებს გვიკეთებენ, რომელსაც მართლა ისტორია აქვს და თან დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მოვიძიებთ სრულ ინფორმაციას და აგერ ვიდეოსაც ჩავწერთ მაგაზე. და ნახე, ესენი არის ბიუჯეტურები. ის არის პრემიუმ კლასი. კი. და ამათ რო უყურებ, ხო, ესენიც მაგრები არის რა. რა თქმა უნდა. აი ეს მაგალითად ეხლა არ ვიცი კამერაში როგორ ჩანს, მაგრამ ძალიან მაგრად არის შესრულებული. ხო, ნუ ეხლა დეტალიზაცია მართლა მაგარი აქვს. კადრებში ნახავთ მე ამ მანქანას. ხო, თან ზომებში არის ზუსტად გალარდო ზომისა არის ეს მანქანა. ხო, ანუ 43-ჯერ დაპატარავებულია ნამდვილ მანქანასთან შედარებით. და ვისაც გინდათ რომ ყავდეთ ეს კოლექციაში, ან იწყებთ და ეხა მოგეწონათ, გირჩევთ რომ ესეთი ელემენტო იყიდოთ, იმიტომ რომ საკმაოდ ბიუჯეტურ ფასებში არის. კი. ხო, ნუ ნამდვილზე ვილაპარაკებ, რომ საკმაოდ რთული საშუალებია და ძალიან დღეს უკვე ეგრე არის. ხო, ვიღაცა კოლექციონერი თუ პირადი კოლექციიდან გაყიდის. ნამდვილი მანქანები. სწორად მიქარავს და გაყიდის ეს მანქანას. ნამდვილი მანქანების კოლექციონერები. კი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სოფლიოში სულ 20 ცალი არსებობს ეს მანქანა. სხვათა შორის აი ლამბორჯინის რო უყურებს რა. იმდენად მაგარი მანქანები ყავს გამოშვებული თითქმის ყველა, რომ არც ერთი არ არის ისე, რომ აი ეს რო გამოუშვეს, რატო გამოუშვეს რა. სხვათა შორის ნამდვილ მანქანებზე რო ვთქვათ, ხო? აი ამ სამი მანქანიდან ყველაზე ბანძი მაინც ეს გამოდის. კი. და რატო იცი, ეს 20 ცალია და ესენი თითოა. კი. ნამდვილები. თითო, ეს ხო, ეს კი, ესეც ერთი ცალია ნამდვილი, რომელიც ერთი ცალი დაამზადეს და იმაში რა ქვია, იაპონიაშია ხო წაყვანილი თუ სად არის? არა. სტუდიას ყავს ერთი ცალი. ხო. და ერთი ყავს კოლექციონერს, რომელიც ბარე ჯექსონზე გაიყო. ხო, 4 ცალი იყო, 5 და რაც გადარჩა 2 ცალი. ხო, ეს ზუსტად ვიცი რომ სულ ერთი ცალია. ეგ ერთი ცალია და
იმას აწყობს, რა ქვია. EA-Games ახავს საყვარელი, EA-Game-მა წაიყვანა. მაგის საკუთრება არის და იმით. მანამდე გერმანიაში იყო. ხო. EA-Game Electronic Arts იქვია. ხო, Electronic Arts-ი რო არ ყოფილიყო, ესენი არც ერთი არ იქნება. და სხვათა შორის ეს მანქანა რო გააკეთეს და პრეზენტაცია რო გააკეთეს, ცოტა ის ბავშვობის მოგონებები დაბრუნდა, რა. დაჟე მახსოვს, რომ ტელევიზორს მე ხო არ უყურებ, სულ ინტერნეტში ვზივარ რა. ის ვიდეო ხო გამოგიგზავნე მე. რომელი? ეს Need for Speed-ი რომ თავდება, ეს რო ხწებ რომ მითხარი და რომ ხდება მეთქი. ეს იმიტომ მეუბნება, რომ მე დახურული დღემდე არ მაქვს, ვერ ყურავ. ექვსჭედა. და სხვათა შორის შენზე პატარა ვიყავი რომ დავხურე ესა. ეგ არ ვიცი, მაგრამ თუ რომ მაინც არა. არა, რაც ჩემზე დიდი იყო. შენზე დიდი ვიყავი ცოტა ხო. ხო. ფაქტია რომ რამდენი წლის წინანდელი ამბავია. 20 წლის წინამდე. ხო, მაგრამ ეხლა სულ ვამბობ რომ დავხურე, იმიტომ რომ ეს მანქანა აუ დღეს ერთ-ერთ გვერდზე ვნახე ეს ამ მანქანას ვიც წაიყვანს. ხო. Mustang-თან ერთად იდგა და აბა ეს ვინ არის თუ იცით. და ვიდეო დავლინკე მეთქი. ვიდეოს. სხვათა შორის იმ თამაში ეს Mustang-ი არის. ოღონდ ამის ისა წინამოდელი 2005 წლამდე რაც გამოდიოდა. ეგ Mustang-ია და არის შავი ფერის ცეცხლებით. Razor-ის მანქანა. ვინც იმ მანქანას გართულს. ხო, ვინც გართულს. და პრეზენტაცია რო გააკეთეს ამის ის მსახიობი იყო მისული და ჩაჯდა მანქანაში. ხო, და ნუ ეხლა Need for Speed-ზე რა ხავ ლაპარაკობთ ეს ავტომობილი დინო ბამბინოს ბოროტის მანქანა არის მაგ ფილმში. ხო, მაგრამ ეგეც უნდა ვახსენოთ. ხო, ვისაც გინდათ რომ მაგრათი გაიფოთ ესეთი ფილმით, რეისინგ ფილმი და ფორსაჟი მოგბეძდათ და გინდათ ნახოთ ბოლო ფორსაჟები როგორც არის გაკეთებული, მე გარ მომწონს. მე ვხედავთ იმისა, რომ პირველი ნაწილები ძალიან მიყვარს და თუ გინდათ ნახოთ როგორ კეთდება ნამდვილი რეისინგ ფილმი, უყურეთ Need for Speed-ს. კი ბატონო. აიქაც დაფრინავს ეს მანქანა, მაგრამ ზედმეტად არა. ხო, თლათ ისეთი ფანტასტიკა, ძალიან ფანტასტიკაც არ არის რა. არა, საკმარისად არის რა ეს. ხო, აი ზომიერად, ერთადერთი ფანტასტიკა ის არის რო ხტება რა. ეგ თამაში და ვერტფრენით, არა, ეგ ვერტფრენით რო ჩამოკიდებული იყო. მოკლედ მაგარი იყო რა. ფილმის მაგარია და თამაში. სხვათა შორის მაგ ფილმს თავიდან რო უყურებდი, ხო? და ეხლა ბუგატები და ესეთი მანქანები რო გაეძრო და აუ ეხლა მეთქი მაგათან თუ ეს დაახენეს. არა, ეს კი მაგარი ბანძი კინოა მეთქი რა. მოდი გავბოროტები და ერთ რაღაცას ვიტყვი, ეს მანქანა იმტრევა იქ. ხო, ნუ ფილმში. და როგორ გამისწორდა კიონიქსეგი რო და ყველაზე მაგარი მანქანები ოცნების მანქანა რო და მაგით აგერა ერი, მაგით მოიგებს. და დაიჭერები. კი. კაი მოკლედ. დავასრულოთ. დღევანდელი ვიდეო. შეიძლება ცოტა გზელიც გამოვიდა ესეთ მანქანებზე მოკლედ ვერ ვილაპარაკეთ. შანსი არის. ჩვენ სტიქიაში ვართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გიორგის ესეთი კარგი საჩუქრისთვის. აი ზუსტად ის იყო რაც გვჭირდებოდა. კი. ნამდვილად ძალიან მოხარულები ვართ. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, დალაიქება, გაზიარება და კომენტარები. ხო და სხვათა შორის არ ვიტყვი რას გავაკეთებთ, მაგრამ ძალიან მალე ერთ სიურპრიზს შემოგთავაზებთ კიდე. ხო. და რა ვიცი, სურვილისამებ, ვისაც როგორ მოგიხერხდებათ დონაციაზეც უარს არ ხო, თქვენ იცით რომ როცა დონაცია არის ხოლმე ძალიან მაგარი მანქანები. ხო, უკვე სერიოზული მანქანები მოდის ხოლმე მაგალითად აი ეს წამოვიდა. და ასე შემდეგ. კი. კარგით, აბა კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. Pull me back to you if I try.